საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფო ბიუჯეტის 5,191,000 ლარის მითვისების ფაქტზე შპს ტონი და კომპანიას დირექტორი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით 2013 წლის 22 მარტს ქალაქ ბათუმის მერიასა და შპს ტონი და კომპანიას შორის გაფორმდა ხელშეკრულება ჟილინის არხის სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესახებ და ავანსის სახით კომპანიას ჩაერიცხა 1,299,000 ლარი. ბრალდებულმა ნაცვლად იმისა, რომ განახორციელები და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა და არამიზნობრივად გაფლანგა 1,191,000 ლარი, რითაც დიდი ოდენობით ფინანსური ზიანი მიაყენა ქალაქ ბათუმის მერიას. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192 მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობას. ინფორმაციას უწყების პრეს-ცენტრი ავრცელებს. საგამოძიებო სამსახურმა დააკავა ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის დირექტორი, რომელსაც გამოძიება ედავება განსაკუთრებით დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისებას. ქალაქ ბათუმის მერიასა და აღნიშნულ კომპანიას შორის გაფორმდა ხელშეკრულება არხის რეკონსტრუქციის შესახებ და კომპანიას ავანსის სახით ჩაერიცხა 1,200,000 ლარზე მეტი. აღნიშნულმა კომპანიამ და მისმა დირექტორმა ნაცვლად იმისა, რომ განახორციელებინათ არხის სარეკონსტრუქციო სამუშაოები 1,191,000 ლარი მიითვისა.